საქმეზე ამჟამად მიმდინარეობს გავაკეთებ დამატებით განცხადებული არ არის ამ ეტაპზე არ. ტრანსპორტის კომპანიის თანამშრომლები სამართლო ტაქსის მძღოლები ეს რაც მას შემდეგ დავაყენოთ 2012 წლის 8 სექტემბერს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს 11 ქალაქში ყრილობა გამართა. ქალაქ ზუგდიდში ხალხის ჩასაყვანად პარტიის გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა შესაბამისი ხელშეკრულებებით დაიქირავა ეგრეთ წოდებული ყვითელი მიკროავტობუსების კომპანიები, რომლებსაც პარტიის ანგარიშიდან გადაერიცხათ მხოლოდ მძღოლების შრომის საფასური 39,900 ლარი. რადგან მიკროავტობუსებისათვის საჭირო იყო დიდი რაოდენობით საწვავი, შემუშავდა პარტიული ღონისძიების ეგრეთ წოდებული შავი არხით დაფინანსების თვალთმაგწური გეგმა. სქემაში ჩაება შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ბიუჯეტიდან მიზნობრივად შესყიდული საწვავიდან მინისტრის იმჟამინდელი მოადგილის ნიკოლოზ ძიმცეიშვილისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ლევან ქარდავას ორგანიზებით 54,000 ლიტრი დიზელის საწვავის ტალონები გადაეცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ალექსანდრე ქობალიას. გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის 23 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციის ორგანიზებისათვის საჭირო სატრანსპორტო ხარჯები 120,000 ლარი ფარულად საფინანსო დეკლარაციაში ყოველგვარი ასახვის გარეშე თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძემ გადაიხადა, რაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად წარმოადგენს პარტიის სასარგებლოდ განხორციელებულ უკანონო შემოწირულობას.